არა ხელისუფლებამ უთხრა კალაძე გამოვიდა და თქვა აიო გითხარითო ჩვენ შემოგთავაზეთ პირობები დღესვე ვაწერთ ხელსაუბრს აი გითხარითო ხო ამბობთო რომ ჩვენ აი საქართველოს ესენი ხო ისე გამოიყვანეს რომ თითქოს საქართველოს თქვა უარი ევროკავშირთან მოლაპარაკ გითხარითო განვაახლოთო დღესვე ვაწერთ ხელსაუბრს არაფერს არ ანახლებენ არც არაფერის ინტერესებში არ არის ევროკავშირი რომ რაღაცა გარკვეულწილად ევროკავშირს სურს რომ იყოს შენ კართან ძაღლი რო არის კართან გაწოლილი და იმას რო გადაუგდებ ძვალს, აი ესეც უნდა ვიყო ძაღლის ფუნქცია აქვს საქართველოს, ევროკავშირი გადმოგიგდებს იმ ძვალს, უნდა ის ძვალი გახრა და თან უნდა დაიცვა მისი ინტერესები, გაუშვა შენი შვილები და გაუშვა იმ უაზრო ომებში, დაიხოცოს, უნდა შეუსრულო. აი როგორც ძაღლს აძლევ დავალებას, ის გამიკეთე, ეს გამიკეთე, წადი უყარაულე, აი ჩვენ გვაქვს ძაღლის ფუნქცია, მეტი ფუნქცია არა გვაქვს. ძაღლი რომელიც იცავს ამათ უფასოდ. ამიტომ და ეხლა ის ამ ძაღლსაც ის ძვალიც აღარ გადაუგდეს. ნუ ესეც შეიძლება ჩვენ შეფასება მივცეთ, რასაც თქვენ ბრძანებთ, მაგრამ ესე უნდა შევხედოთ კიდევ, აი კარგად დავაკვირდეთ, მე როგორც ანალიზს ვაკეთებ და ნახულობთ რა როგორ ხდება, მათ შორის ისე რაღაც პოპულარულ გამოცემებში კი არა, საექსპერტო დასკვნები, იგივე შეხედული სტრატეგიები, ბატონო, ერთ რამეს გეტყვით, აი მოდი ერთ რამეს. ამათ თქვენ რაც არ უნდა დაუდოთ, აი ხა ეს ხალხი ვიც არის რუსთაველზე შეკრებული. სულ რო აინშტაინის თეორიებით ელაპარაკოთ, სულ რო აი დაუღეჭოთ ყველაფერი, ესენი არიან მეხუთე კოლონი. აი ესენი დავალებებს ღებულობენ დასავლეთ. უკრაინაში რაც მოხდა, თქვენც ხო კარგად იცით ახლა. იქ უკრაინაშიც მიცემულიყო კომანდა, უნდა ყოფილიყო ეს რევოლუცია. აქაც იგივეა. უბრალოდ ვერ აკეთებენ აქ, იმიტომ რომ აქ ვერ აწიეს ეს ტალღა, ვერ გააკეთეს ეს. ამათ ჩვენ რაც არ უნდა ველაპარაკოთ, არაფერი ამათთან საერთო არ არის, მაგრამ ქვეყანა იმისთვის არის ქვეყანა, რომ ალაგმოს ეს არ გესმის, მაშინ თუ კარგიენით არ გესმის, მაშინ სხვაენი დაგელაპარაკები მე შენ და ეს ახლა ვიღაცას გინა ეწყინოს, გინა ეტკინოს ახლა ვიღაცას თუ მოხდება ღირსია რომ მოხდეს ეხა იქ ვიღაცა გალახული ადამიანების სურათებს რო გაგლახავენ ბიჭიკო პოლიციას თუ ესვრი გაგლახავენ და გალახვაზე რომ იდგა საქმე აგერ დემოკრატიაზე რო ლაპარაკობენ აი კახი კალაძეს აბუჩათ იგდებენ და რაღაც შეურაცხყოფას აყენებენ რომ აიო რაღაცაო კახიმო რაღაცა ისქნაო ნაძვის ხე რატო დადგაო ნაძვის ხის დრო არის ეხლაო თითქოს ესე იგი ახალ წელი არ უნდა აღინიშნოს და ბავშვებს ახალი წელი არ უხარია თურმე აგერ კარალეთში რო ჩავიდა კახი კალაძე როცა პოლიტიკაში კაც რაში ჭირდებოდა პოლიტიკაში მოსვლა ფულის შოვნისთვის კი არ მოსულა სხვებისგან განსხვავებით კაც ფულიც ქონდა მილიონებიც ქონდა ნაშოვნი წარმატებული კარიერა ქონდა მოვიდა პოლიტიკაში და კი რაღა ბოდიშთა ცოცხალი ვერ გამოვიდა კარალეთიდან აი კადრები ბევრს ეს კადრები ბევრს ავიწყდება და შევახსენებ რატო არა ჩვენთან სასაუბრო ყველა თავის იმას უნდა მიხედოს კარიერასა და თავის საქმესა რა აბა რა ის ქვეყანა ვაშენოთ და ჩვენ ერთად უნდა როდესაც დღესა და ბურთის გამორებაზე რომ მილიონად გაძლევდნენ მადრიდი იყო თუ ის იყო მაშინ რაც არ იყო აი არ მინდა ახლა ისეთი სიტყვა თქვა რომ რაღაცა შენ გეტყვინო და შემოვიდა ავაზა იყო თუ კეთრი აცემი იყო თუ კეტრიონი იყო აი ერთმანეთს გადაგიგდებ კიდევა გადაგიგდებ აი გასიე რა გასიე რა გააკეთე კაიმა გადით დავაი რა ჩასახლებიდან გადით და საწაკიდან წადით რა არა ბიჭო მაგას
Bicho, როგორ აურნა გწოლიყო ბიჭონა მუ. ბიჭო! ეხა ეს კადრები რატო ვაჩვენეთ? იცით, აი ესე იგი იმ დღეს საახალწლო ნაძვის ხის ანთებაზე უნდა მომხდარიყო ეს ადრესასწაულოდ მიწვეული იყო ყველა და ეს არ გადაიდო, ანუ იმიტომ რომ ამათ უნდათ პროვოკაციების მოწყობა და აიო კახი კალაძე შეეშინდაო ამის განთება. კახი კალაძის დამცველი ნამდვილად არა ვარ, მას აჭირდება დაცვა, თვითონაც ძალიან მშვენივრად იცავს თავს და მით უმეტეს მცველი იყო პროფესიულ საფეხბურთო კარიერაში და ისეც იცავდა გუნდის კარს და ასეც იცავს ახლა საქართველოს კარს და ესე იგი კაცმა თავი გაწირა. აი აქ ეხლა ქვები დაუშინეს ჩასულ ადამიანებს ოცნებიდან და კაც გაურკვეველ ვითარებაში შემოვიდა პოლიტიკაში. როდესაც სააკაშვილის ნაცხროვას დაუპირეს. სააკაშვილის ნაცხროვასთან დაპირისპირება ესე იოლი არ იყო მაშინ. იმიტომ რომ აი ახლა ფეხბურთელები გამოჩნდნენ ბატონო ლევან, აი ახლა შოთა არველაძე გამოჩნდა იმ დღეს აქციაზე. და ხელისუფლებას დაუწუნა ის რომ დემოკრატიულ გზას აცდით. მაგრამ ბატონო შოთა თქვენ სად იყავით აი ამ 2012-ში მართლა რომ ხალხს ხოცავდნენ, ციხეებში ხალხს აუპატიურებდნენ, ტერიტორიები წაგვარდეს. ერთი თქვენი ამოღებული ხმა მანახა. ერთი თქვენი ამოღებული ხმა მანახა. თქვენ რატო მაშინ ხმას არ იღებდით? მაინტერესებს თქვენ ამ საქართველოში მაშინ თქვენ კავშირი გაწყვეტილი გქონდათ თუ რაღაცა ბანგლადეშში იყავით მივლინებით, მაინტერესებს. თუ არ ჩამოდიოდით აქ საქართველოში. და როდესაც კახი კალაძეზე ლაპარაკობთ მართლა აი სირცხვილია, იმიტომ რომ ადამიანმა აი მახსოვს იქ პრეზენტაცია იყო სააკაშვილის პროგრამის და პირზე შეაშრო ღიმილი, როდესაც დაიწყო ლაპარაკი გირგვლიანზე, უთხრა რომ გირგვლიანის საქმე უნდა გამოძიებული იყოს. და მე ახსენებენ, აი სააკაშვილთან იდგა, სააკაშვილთან ბევრი იდგა, კი ბატონო, ვიღაცას ეგონა რომ აი მართლა ეს კაცი გამოჩნდა რაღაცას დაამყარებს და რაღაცა ბევრი იყო ადამიანები, რომლებიც უბრალოდ ყველა მე მიხვდა რაშიც იყო საქმე.